რაც შეეხება ნეთანიაჰუს, მისთვის ღაზის ომის სწრაფად იქცა პოლიტიკურ ხაფანგად. ეს არის ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟი. ეს არის დიდი თანხმობისა და მყარი ჰარმონიის დასაწყისი ისრაელისა და ყველა იმ ერისთვის, რომლებიც მალე ჭეშმარიტად დიდებულ რეგიონს შექმნიან. ეს სტრუქტურა პირდაპირ და თავხედული თავდასხმა პალესტინის თვითგამორკვევაზე. რას უნდა ველოდოთ მისგან ღაზის სექტორთან დაკავშირებით? ან ომს, ან ბიზნესს. პრაქტიკაში ეს ისრაელს ანიჭებს შეუზღუდავდა ცალმხრივ ვეტოს მთელს პროცესში. არ ფიქრობ, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა ქნესეთში გამოსვლისას და მანამდე. ჩვენ არ ვართ იმ საშინელი თავის დასასრულს, რომელშიც ბოლო 2 წელი ვიღავით. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ითამაშა თუ არა რაიმე როლი ტრამპისა და ნეთანიაჰუს პირადმა მოტივებმა. ჰეი, ერთი იდეა მაქვს. ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ შეიწყალებთ მას? გამარჯობა, ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყდა. დაუსრულებელი დაბომბვები, ბავშვების, ქალების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა დონალდ ტრამპის შუამავლობით დადებულმა შეთანხმებამ დროებით შეაჩერა. დარჩენილი ისრაელელი ტყვეები გათავისუფლდნენ და თითქმის 2000 პალესტინელი პატიმარი ისრაელის ციხეებიდან დახსნილია. შარმ ელ-შეიხის სამიტზე ეს მომენტი გაიყიდა როგორც ისტორიული ხდომილება, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის ოქროს ხანის დასაწყისია. ყოველ შემთხვევაში დონალდ ტრამპი, მსოფლიო პოლიტიკის ჰარი ჰუდინი ცდილობს ვითარებას სწორედ ასე წარმოაჩინოს. ეს არა მხოლოდ ომის დასასრულია. ეს ტერორისა და სიკვდილის ხანის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ხანის დასაწყისი. ეს არის დიდი თანხმობისა და მყარი ჰარმონიის დასაწყისი ისრაელისა და ყველა იმ ერისთვის, რომლებიც მალე ჭეშმარიტად დიდებულ რეგიონს შექმნიან. ამის მე მტკისეთ მწამს. ეს არის ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟი. თუმცა თუ კი იმპერიალისტური ძალების მიერ დადგმული სპექტაკლის კულისებში შევიხედავთ, ეს მომენტი სრულიად განსხვავებულ სიმართლეს ამჟღავნებს. ტრამპის მიერ დიდი რიხით წარმოთქმული მშვიდობა არ არის სამართლიანობის თუ ურთიერთაღიარების შედეგი. ეს არის ისრაელის ახალმოსახლეთა კოლონიალიზმის ხანგრძლივ პროექტში ტაქტიკური გადახალისება. პაუზა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაცემული გენოციდის შედეგად დამდგარმა, უზარმაზარმა პოლიტიკურმა კრახმა და ეკონომიკურმა დანახარჯებმა გამოიწვია. ცეცხლის შეწყვეტა არ იყო მსოფლიო ლიდერების სინდისის უეცარი გამოღვიძების შედეგი. არამედ შეუჩერებელი გლობალური სახალხო მზარდი ტალღის რეზულტატი და ჩართული მხარეების პრაგმატული გათვლების დროებითი დამთხოვა. ყველა მხარის სტრატეგიული ინტერესების მოკლევადიანი გადაკვეთა, რომელიც არ ცვლის კონფლიქტის ფუნდამენტურ საფუძვლს. ტრამპ-ნეთანიაჰუს გეგმა შორს იმისგან, რომ იყოს გზა თვითგამორკვევისკენ, არის დაცხრობისა და მუდმივი დაქვემდებარების დახვეწილი ნახაზი. ეს არის პროექტი, რომლის მიზანია ღაზის 21 საუკუნის ბანტუსტანად გარდაქმნა. ღიაცის ქვეშ მდებარე ციხესიმაგრედ, რომელსაც მართვადი ეკონომიკა და კოლაბორაციონისტი ადმინისტრაცია ეყოლება. ეს ყველაფერი კი ჰუმანიტარული ზრუნვისა და მშვიდობის საფარქვეშ იგეგმება. დღეს ვეცდები მიმოვიხილო ტრამპ-ნეთანიაჰუს გეგმის არქიტექტურა, მისი შემქმნელების კოლონიალური რიტორიკა და ერთი შეხედვით ძალიან მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დავიწყებ ტრამპის მიერ შემოთავაზებული 20 პუნქტიანი გეგმით, რომლის საფუძველზეც მოხდა ისრაელსა და ჰამას შორის ბრძოლების გაცვლა და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, ანუ ეგრეთ წოდებული პირველი ფაზა. დიპლომატიური ფასადის გარეშე განხილული ღაზის სამშვიდობო გეგმა ზედმიწევნით ზუსტად ავლენს თავის რახვებს. ეს გეგმა შექმნილია არა სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად, არამედ პალესტინელთა ბრძოლის სამუდამოდ გასანეიტრალებლად და ისრაელის რეგიონული დომინირების უზრუნველსაყოფად. გეგმის საფუძველია მოთხოვნა, რომ ღაზა გახდეს დერადიკალიზებული ტერორისგან თავისუფალი ზონა და რომ ჰამასმა დაყაროს იარაღი. ამ კონტექსტში განიარაღების მოთხოვნა, რომელსაც ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი დამკვირვებლები გააკონტროლებენ, არ არის სამომავლო საფრთხის პრევენციის ზონა, არამედ დანებების მექანიზმია. ის უზრუნველყოფს, რომ ღაზის პალესტინელი მოსახლეობა სრულიად დაუცველი გახდეს, რაც ისრაელის სამომავლო სამხედრო შემოსევებისთვის სრულ თავისუფლებას ქმნის. ეს გულისხმობს ცალმხრივ უსაფრთხოების პარადიგმას, სადაც ოკუპანტის უსაფრთხოების უფლება აბსოლუტურია,
ხოლო ოკუპირებულებს თავდაცვის უფლება ჩამორთმეული აქვს. მე-9 და მე-10 პუნქტები არის გეგმის ყველაზე კოლონიური კომპონენტი. ის პალესტინელებს თავაზობს ტექნოკრატიული, აპოლიტიკური პალესტინური კომიტეტის შექმნას ყოველდღიური სერვისების მოსაგვარებლად. თუმცა ეს კომიტეტი სრულიად დაქვემდებარებული უნდა იყოს საერთაშორისო მშვიდობის საბჭოზე, პოლიტიკურ სხეულზე, რომელსაც თავად დონალდ ტრამპი გაუძღვება, ხოლო ერაყის ომის დისკრედიტირებული შემოქმედი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი მისი ძირითადი წევრი იქნება. ტონი ბლერი იყო ომის ადამიანი ერაყში. სწორედ მან დაიწყო ომი ერაყში ამერიკის მხარდაჭერით. მას რას უნდა ველოდოთ მისგან? რას უნდა ველოდოთ მისგან ღაზის სექტორთან დაკავშირებით? ან ომს, ან ბიზნესს. ის იყო ერაყის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი და ისიც გამოვიდა და აღიარა, რომ წვლილი შეიტანა მის განადგურებაში. ამიტომაც არ არის კარგი არჩევანი, რომ ის ღაზის სექტორისთვის მშვიდობის დამამყარებლად ყავდეს. როგორ გადასცემენ მას ღაზას? რა მოხდება? გაგვანადგურებს ამ განადგურებაზე მეტად? შეხედეთ უკვე რამდენი გაანადგურეს, რამდენი რამ დაანგრიეს ღაზაში. ღაზაში ხელისუფლებას არავინ ჩაიბარებს გარდა ჰამასისა. ეს სტრუქტურა პირდაპირ და თავხედური თავდასხმაა პალესტინის თვითგამორკვევაზე. ის სრულიად გვერდსულის არსებულ პალესტინურ პოლიტიკურ სხეულს, არა მხოლოდ ჰამას, არამედ ფართოდ დისკრედიტებულ და კოლაბორაციონისტ პალესტინის ხელისუფლებას და ღაზის მმართველობას, ფინანსებსა და ეკონომიკურ მომავალს დასავლური ძალების უშუალო კონტროლის ქვეშ ათავსებს. ეს პუნქტი წარმოადგენს ისრაელის ოკუპაციის ინტერნაციონალიზაციას და იმ ღირებულებების ამოტრიალებას, რომლებსაც ეგრეთ წოდებული საერთაშორისო საზოგადოება წარმოადგენს. ეს არის ერთა ლიგის მანდატური სისტემის თანამედროვე ვერსია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განიხილება როგორც თვითმმართველობის უნარო და მოთავსებულია უცხოური საბჭოს კეთილგანწყობილი მეურვეობის ქვეშ. და რაც თავარია, პალესტინელები ამ პუნქტს არ ეთანხმებიან. ეს გეგმა ნათლად აჩვენებს, რომ მათ არ სურთ ღაზის ხალხმა თავად მართოს საკუთარი თავი. ის გვიჩვენებს, რომ ღაზის ხალხს რაღაც მეურვეობა სჭირდება. სინამდვილეში კი ღაზის ხალხს გენოციდის დასრულება სჭირდება. ჩვენ არ ვუყურებთ სერიოზულად არც ერთ სამშვიდობო გეგმას, რომელიც არ არის პალესტინელი ხალხის სუვერენული გეგმა, პალესტინელი ხალხისთვის და პალესტინელი ხალხის მიერ შექმნილი. ამ მომენტისთვის ნეთანიაჰუ თეთრ საღლს წელიწადზე ნაკლებ დროში 4-ჯერ ეწვია. ჩვენ ვიცით, რომ ეს გეგმა ღაზის ხალხისთვის კარგს არაფერს მოიტანს, არც პალესტინის ხალხისთვის. ისევ და ისევ. ეს არის ოკუპაცია სხვა ფორმით. ჩვენ უბრალოდ ერთ ოკუპანტს მეორედ ვცვლით. ეს არის დასავლეთის სუვერენიტეტი იმ მიწებზე, რომლებიც მათ არ ეკუთვნით. ამიტომ, რა თქმა უნდა, პრეს-კონფერენციამ ნათლად აჩვენა, რომ არც ერთი მხარე არ იყო დიდად დაინტერესებული ამ გეგმით, რის გამოც მათ უარი თქვეს ბოლოს რაიმე კითხვაზე პასუხისგაცემაზე. ნებისმიერი გეგმის ერთადერთი პუნქტი, რომელიც უნდა არსებობდეს, უნდა ითვალისწინებდეს პალესტინელი ხალხის სუვერენიტეტს, მიჭის გაერთიანებას და თანაბარ უფლებებს ყველა ადამიანისთვის. ამ ეტაპზე ყველა საერთაშორისო სამართლებრივმა აპარატმა მოუწოდა ნეთანიაჰუს დაპატიმრება ამა თუ იმ ფორმით. ჩვენ კი მას პატივს არ ვცემთ. ჩვენ კი ყველას გვჯერა, რომ ის უნდა იქნეს დაცული. მე-16 პუნქტი არის ცენტრალური რგოლი, რომელიც მთელს შეთანხმებას პოტენციურ ხაფანგად გადაგცევს. ის აცხადებს, რომ ისრაელელი სამხედროების ღაზიდან გაყვანა არ არის უპირობო ან ფიქსირებულ გრაფიკზე დაფუძნებული. ამის ნაცვლად ის დაკავშირებულია ღაზის დემილიტარიზაციასთან, რომელიც შეთანხმდება ისრაელის თავდაცვის ძალებსა და შეერთებულ შტატებს შორის. პრაქტიკაში ეს ისრაელს ანიჭებს შეუზღუდავდა ცალმხრივ ვეტოს მთელს პროცესს. უპირველეს ყოვლისა, იქ ნათქვამია, რომ ისრაელს შეეძლება გადაწყვიტოს გაიყვანს თუ არა ჯარს, იმის მიხედვით თუ რამდენად განიარაღებულია ჰამასი. თუ გადახედავთ მე-16 პუნქტს, თუ ის წინ გაქვთ, მე-16 პუნქტი ძალიან ნათელია. ისრაელს არ მოუწევს ერთი ნაბიტის გადადგმაც კი, თუ მისი აზრით, ჰამასი არ არის განიარაღებული. როგორ ამტკიცებ, რომ ჰამასი განიარაღებულია? არსებობს ამის დამტკიცების რაიმე გზა? ასე რომ ისრაელმა მხოლოდ ის უნდა თქვას, რომ ჰამასი არ განიარაღებულა. პრაქტიკაში ეს ისრაელს ანიჭებს შეუზღუდავდა ცალმხრივ ვეტოს მთელს პროცესს. ისრაელს შეუძლია მუდმივად განაცხადოს, რომ დემილიტარიზაცია არასრულია, ან რომ ტერორისტული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ არსებობს, რითაც ლეგიტიმაციას ანიჭებს ნებისმიერ სამომავლო შეჭრას პალესტინის მიწაზე.
გეგმა აგრეთვე იძლევა ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების პერიმეტრის არსებობის განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნების საშუალებას. როგორც ცნობილია, გეგმის კიდევ ერთი პუნქტი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სანდო გზას პალესტინური თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობისკენ, რაც შესაძლებელი იქნება ბრჭყალებში პალესტინის რეფორმების პროგრამის ერთგულად განხორციელებით. ცხადია, ეს პუნქტი საკმაოდ ბუნდოვანია. საჭირო რეფორმები არ არის განსაზღვრული და მათი წარმატებით განხორციელება შეფასდება სწორედ იმ ძალების მიერ, რომლებსაც სტრატეგიული ინტერესი აქვთ, რომ სიცოცხლის უნარიანი პალესტინური სახელმწიფოს წარმოქმნა თავიდან აიცილონ. ეს არის ცარიელი დაპირება, პოლიტიკური ჰორიზონტი, რომელიც შექმნილია საერთაშორისო დიპლომატებისა და ლიბერალი კომენტატორების დასამშვიდებლად. რასაც ეს პუნქტი უზრუნველყოფს, არის ის, რომ ეს შესაძლებლობის ჰორიზონტი უსასრულოდ, შორეულ მომავალში გაიწელოს. ეს არის მექანიზმი მუდმივი დროებითი სტატუსის შესანარჩუნებლად, მუდმივი გარდაქმნის მდგომარეობა, რომელიც არასოდეს სრულდება. ერთი სიტყვით, შეუძლებელია პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ ისაუბროს მხარემ, რომელიც მუდმივად დაინტერესებულია და ცდილობს ამ მიწის სწორედ პალესტინელებისგან გაწმენდას. I don't think we are in such an historical moment as President Trump claimed in his speech in the Knesset and before. არ ფიქრობ, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში ვიმყოფებით, როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებდა ქნესეთში გამოსვლისას და მანამდე. ჩვენ არ ვართ იმ საშინელი თავის დასასრულს, რომელშიც ბოლო 2 წელი ვიღავით. ეს თავი არის განსაკუთრებულად ფანატიკოსი, ულტრამემარჯვენე ისრაელის მთავრობის მცდელობა, გამოიყენოს ეთნიკური წმენდა დასავლეთ სანაპიროზე და გენოციდი ღაზაში, რათა შეამციროს პალესტინელების რაოდენობა პალესტინაში და მოახვიოს თავს ისრაელის ნება, ისე რომ იმედოვნებენ, რომ მას მინიმუმ ზოგიერთი არაბული მთავრობა და მსოფლიოც კი დაუჭერს მხარს. ჯერჯერობით მათხავთ ტრამპისა და ევროპის ზოგიერთი ულტრამემარჯვენე პარტიის ალიანსი. ახლა კი იმედი მაქვს, მსოფლიო არ შეცდება და არ იფიქრებს, რომ ისრაელი მზად არის პალესტინელებთან ურთიერთობაში სრულიად განსხვავებული ფურცელი გადაშალოს. ის, რაც თქვენ გვითხრით დასავლეთ სანაპიროზე ზეიმისადმი დამოკიდებულების და სანიტარული ცენტრის განადგურების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელთა დემონიზაციასა და მათ მიმართ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. ის დღემდე ფლობს იმ რწმენას, რომ მას აქვს ძალა, წაშალოს პალესტინა ერად, ხალხად და ქვეყანად. და ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო არ დარჩება გულგრილი, რადგან აქამდე გულგრილი იყო, როდესაც პალესტინაში გენოციდი ხდებოდა. ტრამპის გეგმის რეგრესული ბუნების სრულად შესაფასებლად ის უნდა განთავსდეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელებული სამშვიდობო ინიციატივების ისტორიულ უწყვეტობაში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 1993 წლის ოსლოს შეთანხმებები და 2000 წლის კემპ დევიდის სამიტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს სამშვიდობო ინიციატივა შექმნილი იყო ისრაელის დომინირების შესანარჩუნებლად, ტრამპის გეგმა წარმოადგენს თვისებრივ რეგრესს, რომელიც ბალანსირებულ მოლაპარაკებებზე ილუზორულ პრეტენზიასაც კი არ აცხადებს. ოსლოს პროცესმა შექმნა პალესტინის ხელისუფლება, როგორც შეზღუდული თვითმმართველობის ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ იგი გარღვევად იქნა აღიარებული, მისი ძირითადი ფუნქცია იყო ოკუპაციისთვის პალესტინელების ოსლოს არ დაუსრულებია ოკუპაცია. მანის გადააწყო მისი ხარჯები და მართვა აუთსორსინგზე გადასცა კოლაბორაციონისტ პალესტინურ ელიტას. მან დასავლეთ სანაპირო დაანაწევრა შეუსაბამო ზონებად, რამაც სიცოცხლის უნარიანი სახელმწიფოს არსებობა შეუძლებელი გახადა. ტრამპის გეგმა ამ ფრაგმენტაციას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს და ეცდება სამუდამოდ მოწყვიტოს ღაზა დასავლეთ სანაპიროსგან პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად. პრეზიდენტ ბილ კლინტონის გეგმა კი, რომელიც მისი ვადის ბოლოს იქნა წარმოდგენილი, ხშირად აღიარებულია როგორც ყველაზე გულუხვი შეთავაზება პალესტინელებისთვის. თუმცა ისიც ფუნდამენტურად მცდარი იყო. კლინტონი წარმოადგენდა პალესტინურ სახელმწიფოს დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით 96%-ზე მიწის გაცვლის გზით, მაგრამ ისრაელს უერთევდა ძირითად დასახლებულ ბლოკებს, რაც ლეგიტიმაციას მისცემდა კოლონიზაციის პროექტს. რაც თავარია წინადადება უარყოფდა პალესტინელთა დაბრუნების უფლებას. საუბარი იყო ლტოლვილების მხოლოდ სიმბოლურ დაბრუნებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ის არის, რომ ოსლოს მსგავსად კემპ დევიდის სამიტმაც პალესტინურ სახელმწიფოს შეზღუდული სუვერენიტეტი დაუტოვა.
დემილიტარიზებული და ისრაელის კონტროლით საზღვრებზე და საჰაერო სივრცეზე. Israel has rejected or ignored every peace proposal since 1948, since its establishment. ისრაელმა უარყო ან უგულებელყო ყველა სამშვიდობო წინადადება 1948 წლიდან, მისი დაარსებიდან მოყოლებული. ყველა მათგანი 2000 წლის კემპ დევიდის სამიტი ამის მაგალითია. ეჰუდ ბარაკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო შლომო ბენ ამი. წარუმატებელი სამიტის დასრულების შემდეგ შლომო ბენ ამიმ თქვა, რომ ისრაელის მიერ შეთავაზებული დათმობები სერიოზულად ჩამოუვარდებოდა ყველაზე მოკრძალებულ პალესტინურ მოლოდინებსაც კი. რამდენიმე წლის შემდეგ მან განაცხადა: მე რომ პალესტინელი ყოფილიყავ, კემპ დევიდს მეც უარყოფთი. ნედ უოლკერი, ისრაელში ყოფილი ელჩი და კლინტონის მოლაპარაკებების ჯგუფის წევრი ამბობდა: კემპ დევიდზე განხილული იდეების მიხედვით არანაირად არ შეეძლოთ პალესტინელებს ამის მიღება. გამალ ჰალალი, ეგვიპტელ-ამერიკელი თარჯიმანი ამერიკული ჯგუფისა, რომელსაც მრავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმუშავია, ყვებოდა: სამიტის მთელი აზრი იყო, რომ ეჰუდ ბარაკი და იასირ არაფატი შეხვედროდნენ ერთმანეთს და ემსჯელად სამშვიდობო შეთანხმების დადებაზე. მაგრამ ბარაკი თავის ოთახში ჩაიკეთა და არაფატთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, ერთადერთი შემთხვევის გარდა, როცა ის მხოლოდ ჩაიზე მიიღო, ისიც იმ პირობით, რომ არსებით საკითხებზე არ ისაუბრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კემპ დევიდი პალესტინურ სუვერენიტეტზე სიტყვით მაინც საუბრობდა, ტრამპის გეგმა ამას არც კი ცდილობს. ის ანაცვლებს სუვერენული სახელმწიფოს კონცეფციას ტექნოკრატიული კომიტეტით, მშვიდობის საბჭოს ქვეშ. ტრამპის გეგმის მთავარი განმასხვავებელი თვისება არის მის მიერ აშკარა უგულებელყოფა სამშვიდობო პროცესის დადგენილი ნორმების მიმართ. წინა გეგმები, თუმცა უსამართლო იყო, მაინც ინარჩუნებდა ორ მხარეს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების ფიქციას. ტრამპის გეგმა ცალმხრივად იქნა შედგენილი და შემდეგ წარედგინა ნეთანიაჰუს შესწორებებისთვის, მანამ სანამ მას არაპარტნიორებს აჩვენებდნენ. სხვათა შორის გეგმა არ ახსენებს დასავლეთ სანაპიროს, რითაც ფორმალურად ტოვებს მრავალწლიან, თუმცა ყოველთვის მცდარ საერთაშორისო კონსენსუსს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე. It's a wonderful idea to share the land between the two peoples that are იდეა იმის თაობაზე, რომ ეს მიწა იქ მცხოვრებ ორ ხალხს შორის გაიყოს, მართლაც შესანიშნავი და სამართლიანი გამოსავალია. თუმცა, მცირედი პრობლემა ის არის, რომ ეს მიუღწეველია და არასდროს მოხდება. მიზეზი, დასავლეთ მაპირზე ცხოვრობს 700,000 დასახლებული, რომლებსაც არავინ გაიყვანს. სანამ ისინი იქ არიან, არ რჩება სივრცე სრულფასოვანი პალესტინური სახელმწიფოსთვის. ეს იქნება მხოლოდ იზოლირებული ანკლავი. ნებისმიერი, ვინც ათძელებს ორ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებაზე საუბარს, ამით ხელს უწყობს ოკუპაციის გაგრძელებას. ვთიქრობ, ამ იდეის მომხრეებმაც კი დღევანდელ პირობებში, როცა პარტნიორი არც ისრაელის და არც პალესტინის მხარეს არ არსებობს, გულის სიღრმეში იციან, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია უშედეგოა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახალ გეგმაზე ნაწილობრივი შეთანხმება ზარზე იმით ემცნო გლობალურ საზოგადოებას, მისი თანდაყოლილი სისუსტე აშკარა გახდა. ზავის პირველი დღეები აღინიშნა არა მშვიდობით, არამედ ძალადობის გაგრძელებით და ჰუმანიტარულ დახმარებაზე ცინიკური მანიპულირებით, რაც ამტკიცებს, რომ კონფლიქტის ძირითადი დინამიკა უცვლელი რჩება. ისრაელის ძალებმა, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყვნენ გაყვანილი, ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ თავიანთი სახლების შესამოწმებლად ქალაქ ღაზასა და ხან იუნისში, რამაც 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მსხვერპლი იყო ეჭვმიტანილი, რომელიც მიუახლოვდა მათ პოზიციებს, რაც აჩვენებს, რომ ისრაელმა ზავი აღიქვა როგორც ნებართვა, შეენარჩუნებინა უსაფრთხოების პერიმეტრი ღაზის სიღრმეში და გამოეყენებინა სასიკვდილო ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ძალადობის ეს დაუყოვნებლივი განახლება ამჟღავნებს ჯარის გაყვანის ფიქციას და ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო დომინირების გაგრძელებას. ტყვეების გაცვლის შემდეგ კი ისრაელმა ცალმხრივად გადაწყვიტა დახმარების სატვირთო მანქანების ნაკადის განახევრება და სასიცოცხლო მნიშვნელობის რაფახის გადასასვლელის გახსნის გადადება. მან შეთანხმების დარღვევა გაამართლა ჰამასის დანაშაულებით, რომ ის თითქოს აგვიანებდა დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებას. ამ მოქმედებამ გეგმის დაპირებები მასიური დახმარების შესახებ
უარყო პირველივე 48 საათის განმავლობაში. ამ შეფერხებების საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ კვლავ შეზღუდა ღაზაში შემავალი დახმარების ნაკადი და განახევრა იმ სატვირთო მანქანების რაოდენობა, რომლებსაც დღიურად აძლევენ პალესტინის ამ ანკლავში შესვლის უფლებას. გაერო აცხადებს, რომ ღაზაში მიმდინარე სასოწარკვეთილი ხელოვნურად შექმნილი შიმშილობის დასაძლევად მინიმუმ 600 სატვირთო მანქანაა საჭირო დღეში. ასევე გვესმის ცნობები ღაზის შიგნით ბრძოლების განახლების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა ამ დილით უმცირე 2 პალესტინელი მოკლეს. ეს დაემატა იმ 9 პალესტინელს, რომლებსაც გუშინ ესროლეს და მოკლეს ისრაელის ძალებმა. მას შემდეგ, რაც ისრაელის მტკიცებით ისინი შეზღუდულ ზონაში შევიდნენ. ასე რომ ჩვენ ყოველდღიურად თუ არა ყოველ საათში გვახსენდება, თუ რამდენად მყიფე გახდა ეს სამშვიდობო შეთანხმება. მეორე მხრივ, გეგმის სიმყიფეს კარგად აჩვენებს ჰამასის მიერ ძირითადი პუნქტების უარყოფა. მაშინ, როდესაც მსოფლიო აღნიშნავდა მძევლების გაცვლას, ტრამპის გეგმის ფუნდამენტური ბზარები უკვე ფართოვდებოდა. ჰამასმა, რომელმაც დროებით ზავს მიაღწია და პატიმრების გათავისუფლებას, ანუ ძირითად ტაქტიკურ მიზნებს, დაუყოვნებლივ და საჯაროდ უარყო ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც გეგმის მეორე ფაზას წარმოადგენს. ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იარაღის გადაცემის მოთხოვნა დისკუსიის მიღმაა და აბსოლუტურად გამორიცხულია. ჰოსამ ბადრანმა ჰამასის პოლიტიკური ბიუროს წევრმა საკითხი ეროვნულ უფლებად დაასახელა და განაცხადა, რომ შეიარაღება არის ნებისმიერი ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს პოზიცია პირდაპირ ეწინააღმდეგება ტრამპის გეგმის 13 პუნქტს. საპასუხოდ პრეზიდენტმა ტრამპმა დაიმუქრა. ისინი განიარაღდებიან და თუ არ განიარაღდებიან, ჩვენ განიარაღებას ვაიძულებთ. რითაც შესაძლოა ახალ ხელდაპირისპირებას დაედო სათავე. რამდენი დრო დასჭირდება ჰამასს განიარაღებისთვის და შეგიძლიათ გარანტია მოგცეთ, რომ ეს მოხდება? ისინი განიარაღდებიან, იმიტომ რომ მათ თქვეს, რომ განიარაღდებოდნენ და თუ არ განიარაღდებიან, ჩვენ განიარაღებას ვაიძულებთ. როგორ გააკეთებთ ამას? მე არ ვარ ვალდებული ეს აგიხსნათ, მაგრამ თუ არ განიარაღდებიან, ჩვენ განიარაღებას ვაიძულებთ. მათ იციან, რომ თამაშს არ თამაშობ. ჩვენ ვუთხარით, რომ გვინდა განიარაღება და ისინი განიარაღდებიან და თუ არ განიარაღდებიან, ჩვენ განიარაღებას ვაიძულებთ. ეს მოხდება სწრაფად და შესაძლოა ძალადობრივად, მაგრამ ისინი განიარაღდებიან. გესმით ჩემი? მე ველაპარაკე ჰამასს და ვუთხარი, თქვენ განიარაღდებით არა? დიახ, სერ, ჩვენ განიარაღდებით. ეს მითხრეს მათ, ისინი განიარაღდებიან, ან ჩვენ განიარაღებას ვაიძულებთ. გასაგებია? მიუხედავად იმისა, რომ გეგმა მიანიშნებს ტექნოკრატების მთავრობაზე, ჰამასის ოფიციალურმა პირებმა მტკიცედ უარყვეს ღაზაში მათი მმართველობის როლის დათმობა. მათ განაცხადეს, რომ არ იქნებოდნენ ისრაელის პირობების ტყვეები და დაადასტურეს მათი მზადყოფნა აგრესიის მოსაგერიებლად, თუ ისრაელი განაახლებს საომარ მოქმედებებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მმართველობის მოდელს, რომელიც მოცემულია მე-9 და მე-13 პუნქტებში, რაც მოითხოვს, რომ ჰამასს არ ჰქონდეს როლი მართვაში, პირდაპირ ირიბად ან რაიმე ფორმით. ეს დაუყოვნებლივი წინააღმდეგობა ამტკიცებს, რომ ტრამპის გეგმა არ არის სიცოცხლის უნარიანი გზამკვლოვი ხანგრძლივი მშვიდობისთვის, არამედ დროებითი და არასტაბილური ზავი. გეგმის მეორე ფაზა აგებულია იმ წინაპირობებზე, რომლებიც კონფლიქტის ერთ-ერთმა მთავარმა მხარემ უკვე კატეგორიულად უარყო. მეორე ფაზის ჩაშლა, ანუ ჰამასის განიარაღება და გეგმის სხვა პუნქტების შესრულება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვლავ გამოიწვევს ძალადობის ახალი სპირალის დაწყებას. ახლა კი შევეხები კონკრეტულად ტრამპის ვიზიტს ისრაელში, ნეთანიაჰუსა და მის მიერ დადგმულ შოუს ქნესეთში. ტრამპისა და ნეთანიაჰუს მიერ შეთანხმების შემდეგ წარმოთქმული სიტყვები არ იყო მშვიდობის ყოფილების დაფიქრებული რეფლექსიები. ეს იყო გამარჯვებულების ტრიუმფალური ორაციები. იმ ფონზე, რომ დროებით შეჩერებულ ცხელ ფაზას 10,000-ობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მთელი ღაზა ნანგრევებად იქცა. იერუსალიმში ნეთანიაჰუმ ტრამპი შეაქო და მას ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე დიდი მეგობარი უწოდა, რომელიც ოდესმე ყოლია თეთრ სახლში. ჩემო მეგობრებო, ეს მხოლოდ ნაწილობრივი სიაა, მაგრამ საკმარისია იმის დასადასტურებლად, რაც არაერთხელ მithქვამს. დონალდ ტრამპი ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც ოდესმე ყოლია თეთრ სახლში.
არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს ისრაელისთვის მასზე მეტი არასდროს გაუკეთებია. და როგორც ვაშინგტონში ვთქვი, სხვა არც კი არის ახლოს. ეს მართლაც შეუსაბამოა. ბატონო პრეზიდენტო, დღეს გულთბილად გმასპინძლობთ აქ, რათა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გადამწყვეტი ლიდერობისთვის. წინადადების წამოყენებისთვის, რომელსაც თითქმის მთელმა მსოფლიომ დაუჭირა მხარი. წინადადების, რომელიც ყველა ჩვენს მძევალს სახლში აბრუნებს. ნეთანიაჰუმ დაასახელა ამ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ორი ფაქტორი. ტრამპის ცალსახა მხარდაჭერა და ქალაქ ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ზეწოლა, რომელიც მისი თქმით ჰამას კაპიტულაციას აიძულებდა. მისი გამოსვლა იყო ტრიუმფის ნარატივი, ის მადლობას უხდიდა ტრამპს იმ სამხედრო კამპანიის მხარდაჭერისთვის, რომელიც ბევრის მიერ გენოციდად იქნა აღიარებული. ამ განწყობას მხარი აუба ტრამპმა და თავის მხრივ ომის დამნაშავე ნეთანიაჰუს თითი რამბები უწყნა. ის ისრაელის პრეზიდენტს ნეთანიაჰუსთვის კორუფციის ბრალდებების გამო დაწყებული სამართლებრივი დევნის გაუქმებას თხოვდა და მას ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო პრეზიდენტად მოიხსენიებდა. ჰეი, ერთი იდეა მაქვს. ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ შეიწყალებთ მას? მიეცით მას. სხვადასხვა ეს არ იყო გამოსვლაში, როგორც თქვენ ალბათ იცით, მაგრამ მე მომწონს ეს ჯენტლმენი, აი აქ რომ არის. და ეს უბრალოდ ძალიან ლოგიკურად ჟღერს. იცით, გვინდა თუ არა, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო პრეზიდენტი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო პრეზიდენტი. სიგარებსა და შამპანურზე ვის ადარდებს ჯანდაბას ეგ? თუმცა ქნესეთში ტრამპის და ბიბი ნეთანიაჰუს გამოსვლას პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია. პარლამენტარმა ოფერ კასიფმა ტრამპს სიტყვა გააწყვეტინა და ხმამაღლა მოუწოდებდა პალესტინის აღიარებისკენ. ეს მინიმუმი იყო და ვიტყოდი ზრდილობიანი პროტესტიც კი, უმთავრესად ისრაელის მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ, ისრაელის გენოციდური მთავრობის მიმართ. მთავრობამ, რომელმაც გაწირა ისრაელელი მძევლები და ისრაელელი ჯარისკაცები მესიანური გიჟური იდეების გამო. შემდეგ ტრამპი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც მასთან ერთად სხვა ქვეყნების 20 ლიდერი იყო. სხვათა შორის ეგვიპტეში არ ყოფილა ბიბი ნეთანიაჰუ. ოფიციალურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სწორედ აქ გაფორმდა, თურქეთის, ეგვიპტის და ყატარის ლიდერებთან ერთად. ტრამპის სიტყვა ეგვიპტის სამიზნეც იყო იმპერიული ქველმოქმედის გამოსვლა. ის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაზე საუბრობდა როგორც პირად მიღწევაზე, მისი უნიკალური გარიგებების დადების გენიის პროდუქტზე. ეს ნარატივი განზრახშლის პალესტინელთა მსხვერპლს, 60 მილიონ ტონა ნანგრევებს, შიმშილს და ჰუმანიტარულ კრიზისს. ტრამპის ყურადღება მიმართული იყო მძევლების დაბრუნების ლამასცენებსა და ღაზის ეგრეთ წოდებულ აღდგენის ბუნდოვან მომავალზე. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ღაზის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს თავად ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებას. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ დავაფინანსოთ რაიმე, რაც დაკავშირებული იქნება სისხლის ზღვრასთან, სიძულვილთან ან ტერორთან, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ამავე მიზეზით, ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ღაზის რეკონსტრუქცია მოითხოვს მის დემილიტარიზაციას და რომ ახალ პატიოსან სამოქალაქო პოლიციის ძალებს უნდა მიეცეთ უფლება შექმნან უსაფრთხო გარემო ღაზის ხალხისთვის. ხადი ამ ზავის მხოლოდ დონალდ ტრამპის დიპლომატიისთვის მიწერა ფუნდამენტურად არასწორია ბოლო 2 წლის პოლიტიკური დინამიკიდან გამომდინარე. ამ ზავის ნამდვილი მამოძრავებელი ძალა არ მოიპოვება თეთრ სახლში ან ქნესეთში, არამედ გლობალური დედაქალაქების ქუჩებში, უნივერსიტეტების კამპუსებში, შეიარაღების გადაზიდვების მოწინააღმდეგე დოკერების გაერთიანებებსა და ბოიკოტის და სანქციების მოძრაობის მედგარ ზეწოლაში. 2 წლის განმავლობაში მასიური დეცენტრალიზებული გლობალური მოძრაობა მილიონობით ადამიანს აერთიანებდა. ამ მოძრაობამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი
ზეწოლა მოახდინა მთავრობებზე და გენოციდის გაგრძელება უზარმაზარი პოლიტიკური და რეპუტაციული ხარჯების მომტანად აქცია დასავლელი ლიდერებისთვის. პალესტინის სახელმწიფოებრიობის დიპლომატიური აღიარების ტალღა ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიცაა ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი და ბრიტანეთი, იყო ამ ქვემოდან ზემოთ ზეწოლის პირდაპირი ასახვა. If that's what you wanted to imply, that the main reason for the change in President Trump's policy. უპირველეს ყოვლისა, სრულად ვეთანხმებით თუ კი თქვენი ნაგულისხმები აზრი, ეს იყო რომ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის ცვლილების მთავარი მიზეზი ღაზაში გენოციდის მიმართ არის ის ცვლილებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს უპირველეს ყოვლისა არის უზარმაზარი დემონსტრაციები სხვადასხვა ხალხის მონაწილეობით მთელ მსოფლიოში. ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, აღმოსავლეთ აზიაში და ასე შემდეგ. მილიონობით ადამიანი, კარგი ადამიანები, მშვიდობის აქტივისტები, ადამიანები, რომლებიც შეძრწუნებულნი იყვნენ ღაზაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი კადრები. ამ დემონსტრაციებმა უდაოდ მოახდინა გავლენა ტრამპზე, ისევე როგორც ესპანეთის პრეზიდენტ სანჩესსა თუ კოლუმბიის პრეზიდენტ პეტროსა და სხვა ლიდერებზე. ეჭვგარეშეა, რომ თუ კი ვინმეს უნდა ვუმადლოდეთ გენოციდის დასრულებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისთვის, ეს არ არის ტრამპი, მით უმეტეს ნეტანიაჰუ. ეს არის დემონსტრაციები, რომელიც ვახსენე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოგიერთი ლიდერი. ამის დასტური კი ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ნეტანიაჰუს უთხრა, თითქმის სიტყვასიტყვით მოვიყვან ციტატას. შენ ისრაელი მთელ მსოფლიოს ვერ აღუდგები წინ. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ითამაშა თუ არა რაიმე როლი ტრამპისა და ნეტანიაჰუს პირადმა მოტივებმაც. შევეცდები ამაზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უპირველეს ყოვლისა განპირობებულია პირადი ამბიციებითა და ტრანზაქციული მსხვერპლობით, სადაც სახელმწიფო მმართველობასა და პირადი მოგების სურვილს შორის ზღვარი ბუნდოვანია. ამ პოლიტიკის მთავარი არქიტექტორი ტრამპის სიძე უძრავი ქონების დეველოპერი ჯარედ კუშნერია. იგი მოლაპარაკებებს დიპლომატიის ნაცვლად გარიგების კაცის მენტალიტეტით უდგება, რასაც თავად აღწერს როგორც განსხვავებულ სპორტს, სადაც მიზანია ჯერ თანხმობის მიღება, ხოლო შემდეგ დეტალების დაზუსტება. კუშნერი, რომელიც სტივ უიტკოფთან ერთად აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე მოლაპარაკებებში, განაგებს 5 მილიარდიან ფონდს, რომლის მთავარი დამფინანსებლებიც ყურის ქვეყნები არიან. ეს ქვეყნები კი, როგორც ვიცით, ღაზის რეკონსტრუქციის მთავარი აქტორები უნდა იყვნენ, რაც ინტერესთა კონფლიქტის აშკარა საფრთხეს ქმნის. როგორც ტრამპმა, ასევე კუშნერმა არაერთხელ ახსენეს ღაზის ძალიან ღირებული სანაპირო ზოლი და მისი პოტენციალი გახდეს ახლო აღმოსავლეთის რივიერა. როგორც კი ღაზელები დატოვებენ ღაზას, ნეტანიაჰუ მათ უკან დაბრუნების ნებას არასდროს მისცემს. შეიძლება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ეტაპზე ღაზადან რამე დარჩა. ასე რომ, ჩემი აზრით, საკითხი შემდეგნაირად უნდა დაისვას. როგორ უნდა მოვექცეთ იქ არსებულ ტერორისტულ საფრთხეს ისე, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას არც ისრაელს და არც ეგვიპტეს, არა? ფიქრობ, ორივე მხარე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს სამხედრო ძალაზე. ფიქრობ, არც ერთ მხარეს არ სულს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია მათ შორის იყოს მოქცეული. ღაზის სანაპირო ზოლი შეიძლება ძალიან ღირებული იყოს, თუ კი ხალხი მის განვითარებაზე იზრუნებს. ეს ცოტა სამწუხარო სიტუაციაა, მაგრამ ფიქრობ, ისრაელის პერსპექტივიდან ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ხალხი იქიდან გამეყვანა და შემდეგ ტერიტორია დამესუფთავებინა. ეს ხედვები ოფიციალურად აისახა 20 პუნქტიან გეგმაშიც, რომელიც ითვალისწინებს ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმას და სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნას. ტრამპისა და მისი წრისთვის ღაზა ეს არის უძრავი ქონების ბიზნეს გარიგება და არსებობს საკმაოდ გონივრული მოსაზრება, რომ მრავალმილიარდიანი რეკონსტრუქცია ტრამპთან დაკავშირებული ინსაიდერების ხელმძღვანელობით წარიმართება. რაც შეეხება ნეტანიაჰუს, მისთვის ღაზის ომი სწრაფად იქცა პოლიტიკურ ხაფანგად, რომელმაც მისი მმართველობა სერიოზულად შეარყია. თავდაპირველად კონფლიქტის გახანგრძლივობა მის ულტრამემარჯვენე კოალიციას აკმაყოფილებდა, რომელიც სრულ სამხედრო გამარჯვებასა და ღაზის ოკუპაციას ითხოვდა. თუმცა ომის გაჭიანურებასთან ერთად საშინაო ზეწოლა აუტანელი გახდა. ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახები და ისრაელის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი
მას ყოველდღიურად ადანაშაულებდნენ 7 ოქტომბრის უმძიმესი კრიზისის ვერმართვაში, რამაც ნეთანიაჰუს პოლიტიკური გადარჩენის შანსები მინიმუმამდე დაიყვანა. ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლისთვის ტრამპის დაბრუნება თეთრ სახლში გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ნეთანიაჰუსთვის, რომელიც ტრამპს ისრაელის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს, ტრამპთან დაპირისპირება იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო, განსხვავებით იმ კონფლიქტებისგან, რაც მას დემოკრატიულ ადმინისტრაციებთან ჰქონდა. ტრამპმა ეს პოლიტიკური ბერკეტი უპირობოდ გამოიყენა. მან აიძულა ნეთანიაჰუმ მძევლების გარიგებაზე დათანხმებულიყო. საჯაროდ მოუწოდა იერიშების შეწყვეტისკენ და რიგ შემთხვევაში იძულებითი დათმობებიც მიაღებინა, როგორც იყო ყატარისთვის ბოდიშის მოხდის შემთხვევა. ამ ზარდის საშინაო და საგარეო ზეწოლის გამო ნეთანიაჰუმ გააცნობიერა, რომ ომი პოლიტიკურ თურთად იქცა, რომლის გაგრძელებაც მის კარიერას სამუდამოდ დაასრულებდა. ცეცხლის შეწყვეტა მას პოლიტიკური სამაშველო გზა მისცა. მან შეძლო მძევლების დაბრუნებისთვის დობის მიღება ხალხისგან, რაც დროებით მაინც ანეიტრალებს საზოგადოების რისხვას. ასევე მისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის გათავისუფლება ყოველდღიური სამხედრო და ეკონომიკური დაძაბულობისგან და ახალი ნარატივის შექმნა, რომელშიც ის თავის ძლიერ ამერიკელ მოკავშირესთან ერთად ომს ამთავრებს და ჰამასს ასუსტებს, ან სპობს. საბოლოოდ შეთანხმების ეტაპობრივი და პირობითი სტრუქტურის წყალობით, რომელიც სრული განიარაღების ბუნდოვან პირობებს შეიცავს, ნეთანიაჰუმ ასევე შექმნა სივრცე, რომ თავისი ულტრამემარჯვენე კოალიციისთვის ეთქვა: ომი ჯერ არ დასრულებულა. ამ მანევრით მან მოახერხა, რომ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსულიყო და საკუთარი მთავრობის მთლიანობა შეენარჩუნებინა აქტიური ბრძოლების შეწყვეტის პარალელურად. და ბოლოს, ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში და მძევლების ურთიერთგაცვლა მხიზელი გონებით უნდა იყოს გაგებული. ზავი აჩერებს აქტიურ ფართომასშტაბიან ხოცვა-ჟლეტას, რაც სასიცოცხლო შვებას აძლევს ღაზის მოსახლეობას. ეს არის გლობალური სოლიდარობის მოძრაობის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ის წარმოადგენს კოლონიური პოლიტიკის ტაქტიკურ გადახალისებასაც და არა სტრატეგიულ ცვლილებას სამართლიანობისკენ. ახალ მოსახლეთა კოლონიალიზმის და აპარტეიდის ძირითადი სტრუქტურა უცვლელი რჩება, გაძლიერებული და ლეგიტიმირებული სამშვიდობო გეგმით, რომელიც ცდილობს პალესტინის დამორჩილების გამყარებას ახალ საერთაშორისო დონეზე სანქცირებულ ჩარჩოში. წარსულის წარუმატებელ გეგმებთან შედარებით, ტრამპის გეგმა არ არის ევოლუცია, არამედ რეგრესი, რომელიც ტოვებს ოსლოსა და კემპ-დევიდის მინიმალურ დათმობებსაც კი აშკარა კოლონიური მეურვეობის მოდელისთვის. ზავის სიმყიფე ისრაელის მიერ მკვლელობების გაგრძელებით, ჰუმანიტარული დახმარების კვლავ შეზღუდვით და ჰამასის მიერ გეგმის ძირითადი მოთხოვნების კატეგორიული უარყოფით ამჟღავნებს მის ფუნდამენტურ სიცრუეს და კონფლიქტის განახლების საავადმყოფო შესაძლებლობას. იმისათვის, რომ კონფლიქტი გადაიჭრას, ღაზის ალყისა და ყველა პალესტინური ტერიტორიის ოკუპაციის მუდმივი უპირობო დასრულებაა საჭირო. ისრაელის აპარტეიდისა და ებრაული უპირატესობის სისტემის სრული დემონტაჟი. ყველა პალესტინელი ლტოლვილის უპირობო დაბრუნების უფლება, როგორც ეს გაეროს რეზოლუცია 194-ია გათვალისწინებული. სრული დეკოლონიზაცია, სუვერენიტეტი და თვითგამორკვევა პალესტინელი ხალხისთვის. ტრამპის გეგმა კი გვთავაზობს ცრუ არჩევანს მართვად ნელ სიკვდილსა და დაუსრულებელი დამბომბვის შედეგად სწრაფ სიკვდილს შორის. პალესტინელმა ხალხმა და საერთაშორისო სოლიდარობის მოძრაობამ, რომელიც მათ გვერდით დგას, უნდა უარყოს ეს ყალბი არჩევანი. ოქროს ხანა, რომელსაც ტრამპი გვპირდება, ოქროსია მხოლოდ იმპერიის არქიტექტორებისთვის და სიონიზმის ბენეფიციარებისთვის. პალესტინელი ხალხისთვის ეს მხოლოდ უფრო დახვეწილი გალის კისოსების მოოქროვება. ერთადერთი ადამიანური პერსპექტივა არის სრული განთავისუფლება და ამ მომავლისკენ მიმავალი გზა არ არის შარმ-ელ-შეიხის საკონფერენციო დარბაზებში, არამედ პალესტინელი ხალხის სიმტკიცესა და მათი მოკავშირეების ინტერნაციონალიზმი. დაგიბრუნდებით ერთ კვირაში, თქვენი მოსაზრებები დაწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ მაუწყებლის YouTube არხი. დროებით.